დღევანდელი მდგომარეობით გორი ერთ-ერთი საინტერესო ადგილია ტურისტებისთვის. ამას ხელს უწყობს სტალინისა და უფლისციხის მუზეუმების ფაქტორი. ასევე თბილისთან სიახლოვე, თუმცა ქალაქის მთავარი პრობლემა ტურისტების დაყოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ მოხდა გორის ციხის მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია, რომელიც საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, ამას არ მოყოლია მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა, რომელიც ქალაქის განვითარებას შეუწყობდა ხელს. პრობლემა მდგომარეობს ტურისტებისთვის ატრაქციების შექმნაში. ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართა შეხვედრები სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. სწორედ ერთ-ერთ ასეთ სათემო შეხვედრაზე საფუძველი ჩაეყარა პროექტს გორი დაუნთაუნი. 20-იან წლებში ციხის პლატოზე აშენდა ქალაქის წყლის რეზერვუარი, რომელიც დროთა განმავლობაში დაზიანდა და ფუნქცია დაკარგა. პროექტის მიზანია გორის ციხეზე შეიქმნას თავდაცვითი საშუალებების მუზეუმი, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. ამით დაიზღირებულება მდგომარეობს შემდეგში, რომ უშუალოდ ძეგლზე ზემოქმედება მინიმალურია. 2012 წლის ბოლოს მოხდა ამ ქუჩის რეკონსტრუქცია და ესეთი სახე შეიძინა ამ ქუჩამ, როგორც ახლა ვხედავთ, მაგრამ გათვლილი იყო, რომ ეს უფრო მეტად დაიტვირთებოდა ტურისტებით. ეს ქუჩა რაღაცნაირად ისე ჩაიკეტა, რომ ტურისტები კი არა, ქალაქელებიც აღარ დადიან ამ ლამაზ ქუჩაზე და დღეს უყურებთ, რომ რაღაცა ეს მეორადი ტანსაცმელების მაღაზია არის გახსნილი ყოველ მეორე სახლში, თუ ყველა სახლში არა, ყველა მეორე სახლში. აქ მცხოვრებმა, ძირძველმა გორელებმა და გორის საზოგადოებამ შევქმნით ესეთი არასამთავრობო ორგანიზაცია გორი დაუნთაუნი და ჩვენი მიზანია, რომ რაღაცნაირად გავაცოცხლოთ ეს უბანი. პირველ რიგში გავაცოცხლოთ გორის ციხე თვითონ ტურისტებისთვის, იმიტომ რომ რაღაც არასაინტერესო გახდა გორში ტურისტებისთვის გორის ციხის დათვალიერება და შემდგომ ამ ქუჩაზე გასეირნება და ნაკადი ტურისტებისა არ რჩება გორში და თითქმის გორის მოსახლეობა ამ ტურისტებით თითქმის არ სარგებლობს, იმიტომ რომ თანხები არ შემოდის გორში ამ შემოსული ტურისტებისგან. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებსა და სამინისტროს უფლებამოსილ პირებს შორის გამართულ შეხვედრაზე მოხდა პირველადი ზეპირი შეთანხმება. სამინისტროს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა შესაბამისი ნებართვების დროულად გაცემის, სხვა მუზეუმებისა და სახელმწიფო საცავებში დაცული ექსპონატების გამოყოფის თაობაზე. გორის საინფორმაციო ცენტრისა და კავკასიური ინსტიტუტის ერთობლივი პროექტის ადგილობრივი ინიციატივები ადგილობრივი განვითარების ფარგლებში ჩატარდა გორის ძველ უბანში თემის შეკრება და ერთ-ერთ ყველაზე მთავარ თემას წარმოჩინდა ის, რომ უბანში ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალ დონეზეა. არსებობს გორის ციხეზე ძველი წყალმომარაგების რეზერვუარი, ბეტონის უშველებელი სარკოფაგი, რომელშიც გვინდა შექმნათ სამუზეუმო სივრცე და გაკეთდეს თავდაცვითი საშუალებების მუზეუმი. მუზეუმი ჩვენი აზრით საკმაოდ კარგი მოტივატორი უნდა იყოს იმისთვის, რომ ტურისტების ქართული ნაწილი მაინც ავიდეს გორის ციხეზე, შესაბამისად უბანზე გაიზარდოს მოძრაობის ინტენსივობა ტურისტებისა, შესაბამისად განვითარდეს უბანის და შემოსავლების დაცმულობაც. იდეა საინტერესო იმითია, რომ ძეგლზე ზემოქმედება ფაქტიურად არ ხდება, უნდა მოხდეს უკვე დაბეტონებული და საკმაოდ კენკედლიანი სარკოფაგის შიდა მოპირკეთება, რომელიც ფაქტიურად ზედაპირიდან არც ჩანს. შეიძლება ვთქვათ, გარე ზედაპირზე 2-3 საფეხური გავუხდეს ხოლმე. შესაბამისად ძეგლს არაფერი არ დაემუქრება, ძეგლზე ვთქვათ, საშიშროებას არაფერს არ შეუქმნის. სამაგიეროს საკმაოდ საინტერესო ექსპოზიციას და საინტერესო მუზეუმს მივიღეთ გორში. რაც შეეხება თვითონ მუზეუმის ექსპონატების აღშენებას, ამ მხრივ ყოველ შემთხვევაში ზეპირ დონეზე კულტურის სამინისტრო გამოთქვა მზადყოფნა, რომ მთლიანად ვთქვათ, შეავსებს შესაბამისი ექსპონატებით ამ მუზეუმს. ის კი არა, სანახებში ძალიან ბევრი გვახსოვს ასეთი გვითხრეს და თუ გამოიფინება, რა თქმა უნდა, უკეთესი.
პროექტის რეალიზების შედეგად მივიღებთ მუზეუმს, რომლის ანალოგი საქართველოში არ არის. ასევე დარბაზის არსებობა გორის ციხეზე შესაბამის ისტორიულ გარემოში საკმაოდ საინტერესოა ტურისტებისთვის და საშუალებას მოგცემს დიდი ისტორიული ნაკადის სოლიდური ნაწილი მივმართოთ გორის ციხისკენ, რაც აუცილებლად გამოიწვევს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და ახალი მცირე ბიზნესების ინიცირებას. ეს აზრი, რომ ციხეზე ესეთი გარკვეული სამუშაოები ჩატარდეს, ეს არის არაჩვეულებრივი. იმიტომ რომ ტურისტები ადიან და იქ სანახავი თითქმის აღარაფერი აღარ დარჩა. და აი ტურისტები კი ძალიან დიდი რაოდენობა ამ ქუჩას ძალიან დიდი რაოდენობა ციხეზე ადის. ციხეს უნდა კეთილმოწყობა და ეს აზრი, რომ მუზეუმი გაკეთდეს იქ, ესე იგი თავდაცვის იარაღის მუზეუმი, ის რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა იქ ჩვენი წინაპრების მიერ, ეს მე მგონი იქნება ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო და ყველასთვის საერთოდ ისტორიულად ძალიან კარგია. და ასევე მისახედია ასასვლელი გზა. აი ეს ასასვლელი გზა ძალიან უშლის ხელს აი ტურისტებს სიცხვილია უბრალოდ. სიცხვილია რომ ჩვენ ტურისტები აი ესეთ გზით ადიან იქ. პროექტზე მუშაობის დროს მოხდა ინტერესთა თანხმოთრა გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან, რომლებმაც ციხის მიმდებარე სკვერში დაიწყეს პროექტი Art House, ხელოვნების სახლი, რომელიც ითვალისწინებს მუდმივ მოქმედი საგამოფენო სივრცის შექმნას, ახალი არტ ინიციატივების მხარდაჭერას, საკუთარი სახსრებით მწყობრიდან გამოსული შენობის რეაბილიტაციას და სკვერის პერიოდულ დასუფთავებას. დაგეგმილია სკვერისთვის ეკო-სტატუსის მინიჭება და მასში მოდერნისტული სკულპტურების განთავსება. პროექტი ხორციელდება მოხალისეობრივ საწყისებზე. აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელება დიდ ეკონომიკურ სტიმულს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას, ვინაიდან გორის ციხის მიმდებარე ქუჩები ლომჭაბუკის სკვერი და ხელოვნების სახლი წარმოადგენს ერთ დიდ ტურისტულ კომპლექსს. აღსანიშნავია, რომ გორში ტურისტული ატრაქციების სიმცირის გამო ვერ ხერხდება ტურისტების დაყოვნება. სწორედ მუზეუმებისა და გასართობი ადგილების სიმრავლითაა შესაძლებელი ყველაზე დიდი შემოსავლის მიღება. ამდენად მუზეუმის შექმნა იქნება პირველი ნაბიჯი ატრაქციების რაოდენობის ზრდისა და ასევე გორში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა, რაც საბოლოო ჯამში მოქალაქეთა შემოსავლების ზრდაზე აისახება.